ელოსა და გიორგი გახარიას პარტია საერთო კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს აგრძელებენ, მათი შეფასებით ბოიკოტში ყოფნა მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლიერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ბადრი ჯაფარიძემ, სადაც აღნიშნავს, რომ არ მისცემენ უფლებას ქართულ ოცნებას მათთვის კომფორტულ გარემოში ჩაატარონ კენჭისყრა და ბრძოლას გააგრძელებენ. მიღებული გადაწყვეტილებისთვის კი მათ ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები აკრიტიკებენ. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი საზოგადოების მოტყუების მორიგი მცდელობაა. მიუხედავად იმისა, რომ მათი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ჩვენთვის ცოტა ბუნდოვანი, ჩვენ ვერ ვიქნებით ოპოზიცია და ვერ დავუწყებთ კრიტიკას, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბრძოლაში შესვლა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი არის პასიური მდგომარეობა და ჩვენ გვინდა აქტიური ბრძოლა, ამიტომაც პატივს ვცემთ ყველა პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად განსაზღვრონ საკუთარი სამოქმედო გეგმა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ოპოზიციაში არ ვიქნებით, ამიტომაც არ დავიწყებთ მათი არჩეული გზის კრიტიკას, ჩვენ ვართ ფოკუსირებული ჩვენს გზაზე, ჩვენი გზა არის აქტიური ბრძოლა, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში და ვიქნებით წარმოდგენილები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის წითელი ხაზი, ეს ძალები არიან პოლიტიკურად გარდაცვლილები, წარსულებზე აღარ ვაპირებთ ლაპარაკს, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ერთიანობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა. ახალი ტალღა, რომელიც წალეკავს ივანიშვილის რეჟიმს. ლელოს და გახარიას ეგრეთ წოდებული მემორანდუმი, ეს არის ფარისევლობა და ამის ერთადერთი მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რეალურად მათ ყავთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ 5 ნომრის ქვეშ, ისინი წარმოადგენენ ერთიან კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. შიდა დონეზეც კი არ აქვთ მოწესრიგებული ურთიერთობები, რომ არ ვთქვათ ამ უმრჩეველთან ურთიერთობაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება. შესაბამისად მათ ამ ქმედებებს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება და ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებს.